მოგესალმებით, მეგობრებო. ვარ ძალიან გახარებული. როგორც იქნა ჩემამდეც ჩამოაღწია ალფრედ ნავრათის ქართულად თარგმნილმა სამოგზაურო წიგნმა მედეას სამეფოში კავკასიური მოგზაურობა და თავგადასავალი. წიგნი რამდენიმე თვის წინ გამოიცა გამომცემლობა ალონში და მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილი ითარგმნა. შესულია ის ფოტომასალა, რომელსაც ალფრედ ნავრათი 1923 წელს იღებდა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ამ ხრივ არის ძალიან საინტერესო, რომ ალფრედ ნავრათი, როგორც თვითონ წერს, იყო პირველი გერმანელი მოგზაური უკვე საბჭოთა საქართველოში 1923 წელს. ის იყო პირველი, ვინც სპეციალური ნებართვით შემოვიდა, როგორც გითხარით, ფოტოაპარატიც თან ჰქონდა, როგორც თვითონ წერს, ობიექტურად უნდოდა ვითარების აღწერა. რა გამოუვიდა? ამის შეფასება მკითხველისთვის მიგვინდია, რიგ საკითხებში მე მას არ ვეთანხმები და მაქვს კრიტიკული დამოკიდებულება. ეს წიგნი როგორც წყარო არის უდავოდ ძალიან საინტერესო და საქართველოს გარდა ნათარგმნია და წიგნში შესულია ასევე ჰელენენდორფის, ანუ აზერბაიჯანში გერმანული დასახლების მდგომარეობაც, სადაც ალფრედ ნავრათი ჩავიდა და ათვალიერა და ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო. დიდი მადლობა დღეისათვის, სულ ეს იყო.